უახლოესი ერთი კვირის ენერგიები. აირჩიეთ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი, რომელიც მიგიზიდავთ პირველივე წუთებში. ძალიან ბევრი ფიქრიც არ გინდათ, უცებ თვალით შევხედე და ეს მომეწონა. დავიწყებ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, ბალანსისთვის არ დაგაწყვეტ ვიდეოს დალაიქება და ჩემი გვერდის გამოწერა. პირველ ვარიანტს გეტყვით, რომ საკმაოდ პოზიტიურ ენერგიებში იქნებით მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. აქ ჩანს თქვენი გახარება, შედეგით კმაყოფილება, რაღაცა შედეგს მიიღებთ ისეც, რაც გაგახარებთ, გაგაბინებთ. შესაძლებელია აქ მხიარული მეგობრების კამპანიაშიც მოგიწიოთ ყოფნა, ან დადებით კოლექტიური ამბები წავიდეს ძალიან პოზიტიურად და ძალიან დადებითად, თქვენ დასაქმებული ხართ და ვინც მუშაობთ. ყოველ შემთხვევაში საკმაოდ დადებით ენერგიებში იქნებთ. ოღონდ მარტო არ ხართ. აქ ჩანს თქვენს ირგვლივ სხვადასხვა ადამიანები, შესაძლებელია ეს ოჯახის წევრებიც იყვნენ, პარტნიორიც იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ რამდენიმე ადამიანთან გიჩანთ საკმაოდ დალაგებული, დაბალანსებული სიტუაცია და რაც მთავარია, რაღაცით ხართ კმაყოფილი. შეიძლება ეს საკუთარი თავით იყოს ძალიან გახარებულები, ძალიან ბედნიერები, გალაღებულები, ასე ფინანსურ კმაყოფილებასაც ვიტყოდი, რომ გექნებათ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. ეხლა რაც შეეხება მეორე ვარიანტს. მეორე ვარიანტს ვიტყოდი, რომ აქტიურობთ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში რაღაც ისეთ აქტიურ ენერგიებში ხართ, შეიძლება რაღაცა აღფრთოვანებულები, მოლოდინი გაქვთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თითქოს რაღაცა სიახლე გიჩანთ, ახალი შანსები, ახალი დასაწყისი, რომელიც საკმაოდ ოპტიმისტურია და განვითარების შესაძლებლობა საკმაოდ კარგი აქვს და საკმაოდ პოზიტიური. შესაძლებელია ასევე მოდის ინფორმაცია, რომ კომუნიკაციაზე გამოვიდეს ის პიროვნება, ვისგანაც ძალიან გინდათ დაკავშირება. ან უბრალოდ ახალი სასყოლო პარტნიორიც გამოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში დადებითი ემოციები და ბევრი სიახლის შემოტანია თქვენთვის. ეხლა მესამე ვარიანტს დავამატებ, აქ ცოტა გაურკვეველი სიტუაცია და გეტყვით ზუსტად. აბა ვნახოთ მესამე ვარიანტთან რა მოდის. ძალიან კარგი, ძალიან დადებითი ენერგიები გაქვთ. ესე იგი, მესამე ვარიანტს გეტყვით, რომ შესაძლებელია აქ გარკვეულ საკითხებზე დარდობდით უახლოეს პერიოდში, ან შეიძლება დარდობთ ამ წუთასაც, მაგრამ საბოლოო ჯამში აქ სანერვიულ არაფერი არ არის, ცვლილებები მოდის თქვენთან, აქ უფრო სასყოლო პარტნიორულ ურთიერთობასთან მიმართებაში ხედავ პოზიტიურ ამბებს და ცვლილებებს თქვენთან დაკავშირებით, შეიძლება იყოს შეხვედრა, შეიძლება იყოს საუბარი, კონტაქტი, ემოციური გახსნა, ემოციების და არჩევანი ხდება და არჩევანს აკეთებთ დადებითი კუთხით პარტნიორულ ურთიერთობაში. ან თუ აქამდე არ მოდიოდა და არ ჩნდებოდა თქვენ ცხოვრებაში ადამიანი, ვისგანაც ნაბიჯელოდებით ან საერთოდ არავინ არ იყო, გამოჩნდება აუცილებლად და საკმაოდ პოზიტიური სიახლეები გელოდებათ და შინაგანითაც ძალიან ბედნიერები, ძალიან კმაყოფილები, გახარებულები იქნებით და ორმხრივია ეს ემოციების გაზიარება მეორე ვარიანტის შემთხვევაში. ბალანსისთვის დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი. მადლობა ყურადღებისთვის.